მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ვინ ჩემს YouTube არხს თვალს ადევნებდით, გემახსოვრებით სერიათა ციკლიდან დაკარგული დიდებული მესხეთი. დაახლოებით თქვენ ახევის უკან ჩავწერე ვიდეო მიმართვა, რომელიც ავტორთა ჩემს YouTube არხზე, სადაც თქვენ გამცნობდით, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო მიწევდა ამ სიუჟეტების გადაღებების შეჩერება და შესაბამისად ვეღარ გაჩვენებდით ახალ სერიებს. სიმართლე გითხრათ, ის პრობლემები, რის გამოც მე მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა, არც ახლა არ მომიგვარებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად დავდიოდი მესხეთში და თითო ჩასვლაზე ვცდილობდი, რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი და მეტი ისტორიული ძეგლი გადამეღო. დღემდე ჩემს კომპიუტერში, ესე ვთქვათ, მყარ დისკზე ინახება ძალიან ბევრი მასალა. ისტორიული ვიდეო მასალა, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც დღესაც კი, როდესაც უკვე მესხეთის მიმართულებით აღარ გადავადგილდები და ვეღარ გადავადგილდები, მაინც შევძლო გარკვეული თუნდაც რამოდენიმე სერიის აწყობა და თქვენთვის ჩვენება. და თან ასევე გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან მომენატრა ამ საქმის კეთება და სადღაც თქვენახევრიანი, ესე ვთქვათ, ტაიმაუტი გამომივიდა. მთელი გულით მინდოდა, რომ რაღაც კიდევ ახალი სიუჟეტი დიდებულ მესხეთზე გამეკეთებინა და თქვენთვის მეჩვენებინა. შესაბამისად, გიბრუნდებით დაკარგული დიდებული მესხეთის 59 სერიით და სიმართლე რომ გითხრათ, ის აღარ გამომივა ალბათ ძველ რეჟიმში, როგორც ყოველ სამშაბათს 6 საათზე ახალ სიუჟეტს გთავაზობდით, მაგრამ გარკვეული ინტენსივობით მაინც შევძლებ ახალი ისტორიული ვიდეოების თქვენთვის მოწოდებას. დანარჩენს კი დეტალურად, რა თქმა უნდა, უშუალოდ დღევანდელი სიუჟეტიდან იხილავთ და მოისმენთ. წავედით. 1394 წლის გაზაფხული. მონღოლთა ურდო თემურ ლენგის მეთაურობით ირანის ცენტრალური ქალაქების აუხრების შემდეგ მოადგება სამხრეთ საქართველოს. ლენგის ბრძანებით მთავარ ლაშქარს გამოეყოფა 40,000 მეომარი, რომელთა წინამძღოლობა ეკისრებათ 4 გამორჩეულ სარდალს. მათ მისიას სამცხე-საათაბაგოს აუხრება წარმოადგენს. მესხეთის მიწაზე შემოსული მტერი განზრახვას ზედმიწევნით ასრულებს. არბევს საერო და სასულიერო კერებს, რომელთაგან ბევრს საუკუნეთა განმავლობაში აღდგენა აღარც ეღირსებათ. ეს მე-14 საუკუნის ბოლოს მომხდარი ავბედითი მოვლენა. საქართველოს ისტორიაში ასევე ცნობილია, როგორც თემურ ლენგის მესამე შემოსევა, რომლის ფარგლებშიც პირველ სამიზნეს სამცხე-საათაბაგო წარმოადგენდა. ამ ფეოდალურ ერთეულში, რომელიც ჯაყელ ათაბაგთა სამფლობელოს განეკუთვნებოდა, სხვა ტერიტორიებთან ერთად შედიოდა თორის მხარეც. ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ ტოპონიმით თორი წინად მოიხსენიებოდა მესხეთის ის ტერიტორიული ნაწილი, რომელიც დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ბორჯომის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თორელთა საგვარეულო მე-14 საუკუნისათვის უკვე დამცრობილია და მათი საფეოდალო მიწები უმეტესად ჯაყელთა ოჯახის ხელშია გადასული. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მხარე უკვე ნაცვლად თორისა სამცხის სახელით უფრო იხსენიება. ასე ამგვარად, მე-14 საუკუნის ბოლოსთვის უკვე სამცხის ნაწილად ქცეულ ყოფილ თორის საფეოდალოში მონღოლთა ურდოებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით მოხდა მთელი რიგი იმ ქრისტიანული მონასტრების დარბევა, რომელთა უმეტესობაც გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მეოხებით იყო ნაგები მერვე მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე. ეს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, გახლავთ ერთ-ერთი იმ სასულიერო კერათაგან, რომელიც შეიქმნა მსხვერპლი ზემოთ ხსენებულ მონღოლთა შემოსევისა და თითქმის 6 საუკუნის განმავლობაში მხოლოდღა ნანგრევებს წარმოადგენდა. დავიწყებას არის მიცემული ასევე ის სახელწოდებაც, რომლითაც აქ მყოფი ქრისტიანული სავანე მოიხსენიებოდა ფეოდალურ პერიოდში. მაგრამ ღვთის შეწევნით 2007 წლიდან საფუძველი ჩაეყარა რესტავრაციას ტაძრისა, რომელიც წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ხოლო 2011 წელს ეს პროცესი დაგვირგვინდა ბორჯომ ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ამ ისტორიულ ალაგზე სამონასტრო ცხოვრების აღდგენით. მონასტრის მთავარ სამლოცველოს უახლესი წარსულიდან მოყოლებული დღემდე მოიხსენიებენ ფოთოლეთის სახელით. რაც წარმოქმნილია თავად იმ ფოთლოვანი ტყის მასივიდან, რომელიც გარს ერტყმის მამათა სავანეს.
ფოთოლეთიც ისევე როგორც ჩემს მიერ დაკარგული დიდებული მესხეთის მე-19 სერიაში ნაჩვენები ნეძვის ნამონასტრალი სოფელ ახალდაბასთან მდებარეობს. და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ კულტურულ ძეგლებზე მომუშავე მეცნიერთაგან უმეტესი ნაწილი ნეძვის მსგავსად ფოთოლეთსაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მიერ ახშენებულად მიიჩნევენ. მაგრამ არსებობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ტაძარს უფრო მე-10 საუკუნეს მიაკუთვნებენ და თავის მხრივ მშენებლობის პროცესში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა წვლილს ეჭქვეშ აყენებენ. მე როგორც ამ ხეობის ხშირი სტუმარი და გრიგოლის მოწაფეთა მიერ აგებული კვირიკე წმინდისა და ნეძვის ნამონასტრალთა უშუალოდ მხილველი ვემხრობი იმ მეცნიერებს, ვინც ფოთოლეთის მონასტრის თავდაპირველ სულის ჩამდგმელებად ხანძთელის მიერ აღზრდილ სულიერ მამებს მოისაზრებენ. აქვე აუცილებლად გეტყვით იმასაც, რომ ფეოდალურ ერთიან საქართველოში იქნებოდა ეს მესხეთი, ქართლი თუ ნებისმიერი სხვა მხარე, ქრისტიანულ სავანეებს რამოდენიმე ფუნქცია მოვალეობა გააჩნდათ. პირველ რიგში ეს იყო ადგილი განკუთვნილი ჭეშმარიტების მაძიებელთათვის, რომელნიც სიმშვიდით ახსავსე გარემოში ეწეოდნენ საღვთისმეტყველო საქმიანობას. მეორეს მხრივ კი თითქმის ყველა მონასტერში სასულიერო პირები დაკავებული იყვნენ საგანმანათლებლო საქმიანობით. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მამები ქმნიდნენ როგორც ახალ ხელნაწერებს, ასევე ეწეოდნენ ღირებულ, უცხოენოვან თხზულებათა თარგმნასა და გადაწერას. ამ გზით გამდიდრებული სამონასტრო ბიბლიოთეკები კი შემდგომში ხდებოდა ძირითადი წყარო, მართებული ანუ ჭეშმარიტი ცოდნის გავრცელებისა. სწორედ ასეთი განათლებით ხდებოდა იმ ადამიანთა გონების შევსება, რომელთაც მომავალში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უწევდათ ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა. და პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ასეთი მეთოდოლოგიით აღზრდილი ადამიანების საკუთარი ერის წინაშე, ნათლად ჩანს იმ მოცემულობაში, რომ საქართველომ როგორც ქვეყანამ შეძლო გადარჩენა იქ, სადაც მასზე ძლიერი და მასშტაბური სამეფოებიც კი უკვალოდ ქრებოდნენ. ამ ყველაფერს თუ ფოთოლეთის მამათა მონასტერზე გადმოვიტანთ, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას. ახალდაბიდან 5 კილომეტრის დაშორებით, ხშირი ტყით დაფარულ მაღალი მთის მოვაკებულ ფერდზე გაშენებულია ქრისტიანული სავანე, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით განდეგილად მყოფი გადმოხურებს ხეობას. მაგრამ ათეული საუკუნით უკან თუ გადავინაცვლებთ, მონასტრის ასეთი იზოლირებულად ყოფნა აუცილებლად უგულებელყოფილი იქნება. ეს უნდა ყოფილიყო მონასტერი, რომლის შუაგულშიც იდგა სამნავიანი ბაზილიკის ტიპის მთავარი სამლოცველო, შემდეგ წრიული ფორმით იგი გარშემორტყმული იქნებოდა სხვადასხვა დამხმარე და სამეურნეო ნაგებობებით, რომელთა გავრცელების არეალი ლანდშაფტიდან გამომდინარე უმეტესად აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. რამე თუ ჩრდილოეთის მხრიდან ქარაფია. უმთავრესი რგოლი მონასტრისა იქნებოდა რა თქმა უნდა მასში უშუალოდ მოღვაწე სასულიერო პირები, რომელიც მათივე წინამძღვრის სამწყსოს წარმოადგენდნენ. ხოლო შემდეგი რგოლი ქრისტიანულ სავანესთან დაკავშირებული აუცილებლად იქნებოდნენ ის საერო პირები, რომელთა საცხოვრისთა კვალის მიგნება შესაძლებელია მონასტრის მიმდებარედ აწუკვე ტყითა და ველური მცენარეებით დაფარულ ნაწილში. შეიძლება გაგიკვირდეთ და გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ ვახსენე მოსახლეობა მონასტრის სიახლოვეს და თან მოვიხსენიე როგორც სავანესთან დაკავშირებული რგოლი. ამის ასახსნელად გადავინაცვლებ მე-7-8 საუკუნეებში. ეს ის პერიოდი გახლავთ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ერთიან ფეოდალურ სამეფოს და მისი ტერიტორია დაპყრობილია არაბთა სახალიფოს მიერ. ეს მოვლენა ასევე იხსენიება როგორც არაბობა საქართველოში. მე-10 საუკუნის მწერალი გიორგი მერჩულე მისავე ხელნაწერში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება წერდა, რომ თორი და მასში შემავალი მხარეები გაუდაბნოებამდე აოხრეს არაბებმა. ხოლო ხელახალი აღდგენა და აღორძინება იწყება მე-9 საუკუნიდან გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა მეოხებით. ეს აღორძინების პროცესი არ უნდა იქნას ცალმხრივად გაგებული, როგორც მხოლოდ ძეგლების აღდგენისა ან ახლის შენების პროცესები, რადგან მშენებლობის ნებისმიერი გამოვლინება ხდებოდა იმ მიზნით, რომ მის გარშემო მომხდარიყო ხალხის შემოკრება და გარემოს თავიდან გაცოცხლება. არაბებისგან ნათარეშებ თორში კი გადარჩენილი მესხები მიმოფანტულნი იყვნენ ტყით დაფარულ მთებსა და მიუვალ ადგილებში. ხანძთელის მოწაფეთა მიერ ახალი მონასტრის დაარსება იქნებოდა ეს ფოთოლეთი, ნეძვი თუ კვირიკეთი ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ამ სავანეთა გარშემო კვლავინდებურად ხალხის შემოკრება, რაც თავის მხრივ საფუძველს ჩაუყრიდა ქაოტურად მიმოფანტულ ქართველთა ისევ ერთად შეკრებას და დასახლებათა კვლავინდებურად ჩამოყალიბებას. ასე აიხსნება ის ფაქტიც, რომ ფოთოლეთის, როგორც მამათა მონასტრისა და ამავდროულად საგანმანათლებლო კერის გარშემო აუცილებლად იქნებოდა დასახლებაც, რომელიც სავარაუდოდ მონღოლთა მიერ აღიგავა მიწისაგან პირისა. გასული საუკუნის 30-იან წლებში
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 1939 წელს ფოთოლეთის ტერიტორიაზე განხორციელდა არქეოლოგიური გათხრები. ამ გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა კანკელი, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით. მასთან ერთად ასევე გამოვლენილი იქნა კარნიზის მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედი ფორმის კრამიტები, რომელზეც გამოსახული იყო ირმები. ხოლო ამ არტეფაქტებმა შემდგომში ბინა დაიდეს ხელოვნების მუზეუმში. მოგვიანებით კი 2007-2008 წლებში, როდესაც დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, ამ მიზნით გამართული არქეოლოგიური სამუშაოებისას სამლოცველოს ჩრდილოეთ ნავში მიგნებული იქნა საძვალე, რომელიც სავარაუდოდ უნდა წარმოადგენდეს მონასტერში მოღვაწე მამათა განსასვენებელს. მათი დათვალიერებისას ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი, რაც აღმოჩენილი იქნა, გახლავთ ის, რომ მიცვალებულთა თავის ქალებს მასიურად აღენიშნებოდათ ისრითა და מחვილით მიყენებული დაზიანებები. ეს გახლავთ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა მასშტაბის სისასტიკით მოხდა ამ ქართული ქრისტიანული სავანის აკლება, რაც გულისხმობს როგორც მასში მოღვაწე სასულიერო პირების დახოცვას, მათთან ერთად მონასტრის სიახლოვეს არსებული დასახლების მაცხოვრებელთა სიცოცხლის ხელყოფას და რა თქმა უნდა რელიგიური თუ საცხოვრებელ ნაგებობათა მიწასთან გასწორებასაც. ფოთოლეთის მონასტერს რომ თავი დავანებოთ და სრულიად ამ ხეობის წარსულს გადავხედოთ. მე-14 საუკუნის შემდეგაც კიდევ ბევრი უბედურება დაატყდა თავს. მე-15-16 საუკუნეებში აქ ერთმანეთის მონაცვლეობით ხან ყიზილბაშები, ხანაც კი ოსმალები აუხრებდნენ ქართულ კერებსა და ეკლესია-მონასტრებს, რასაც თან ერთოდა მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა და მათი ტყვეთ წასხმა. ამ ყველაფრის პარალელურად მე-15 საუკუნის 60-იან წლებში ეს მხარე საბრძოლო პოლიგონს წარმოადგენდა თავად ქართველებს შორის გამართულ ბრძოლებისას, რომელიც მიმდინარეობდა ჯერ კიდევ ერთიანი ფეოდალური საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მერვისა და განდგომილ სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორე ჯაყელის მომხრეებს შორის. მთლიანობაში მომხდური მტრისგან მოყენებული ჭრილობები და ამასთან ერთად შიდა ძმათა სისხლის მღვრელი ომებიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჯერ კიდევ მანამდე სანამ 1595 წელს ოსმალები მთლიანად მიისაკუთრებდნენ მესხეთს და აქცევდნენ მას ჩილდილის საფაშოდ ტაშისკარიდან მოყოლებული დვირამდე. აბსოლუტურად ყველა სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზე ან დაცლილი იყო, ან უკეთეს შემთხვევაში 2-3 კომლიღა თუ იქნებოდა შემორჩენილი. ის გაუდაბნოების პროცესი, რაც აქაურობას არაბებმა დამართეს და რაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა უდიდესი ძალისხმევით მე-9 საუკუნიდან ხელახლა გაცოცხლდა, დაახლოებით 5-6 საუკუნის შემდეგ გაუთავებელი ლაშქრობებითა და შიდა სახელმწიფოებრივი დაპირისპირებების დამსახურებით ისევ უდაბნოდ იქნა ქცეული. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო და იქნება დიდი იმპერიების სამიზნე. მაგრამ თუ ისტორიას კარგად გადავხედავთ, მათგან მიყენებულ იარებს უფრო იოლად ვიღდგენდით, ვიდრე იმას, რასაც ჩვენ თავად ერთმანეთს ვმართებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ ქართველი არ ისწავლის მოყვასის სიყვარულს და არ გაისის ხორცებს, რომ ძალა ერთობაშია, არც საშველი იქნება და ყოველთვის ვივლით ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე. ასე დავასრულებ დღევანდელ 49 სიუჟეტს სერიათა ციკლიდან დაკარგული დიდებული მესხეთი. თქვენ კი დაგიტოვებთ თხოვნასა და მოწოდებას, რომ ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სერიები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. დროებით.